როგორ ხდებოდა აფხაზეთის ომის დროს ტყვეთა გაცვლა, რას ყვებოდნენ აფხაზი ტყვეები და რას იხსენებდნენ გათავისუფლებული ქართველი სამხედროები. ამ კითხვებზე პასუხს ჟურნალისტ გურამ გორელიშვილის უნიკალური საარქივო კადრები ინახავს. ვიდეო მასალა 1992 წლის ნოემბერში გუდაუთის ბომბორას აეროპორტში გადაღებულ ტყვეთა გაცვლის პროცესს ასახავს. კადრებშია ტყვეთა გაცვლის მონაწილეები და იმ პერიოდის ინტერვიუები. აფხაზი ტყვეები აცხადებდნენ, რომ ტყვეობაში ყოფნის პერიოდში მათ მიმართ ფიზიკურ და მორალურ ძალადობას ადგილი არ ჰქონია და არც საკვების მხრივ განუცდია შეზღუდვა. თავის მხრივ გათავისუფლებული ქართველი ტყვეები ყვებიან, რომ ტყვეობის პირველ ეტაპზე მათ მიმართ физიკური ზეწოლის ფაქტები არსებობდა, თუმცა მათი თქმით მოგვიანებით დამოკიდებულება შეიცვალა. Посмотрел на лицо у тебя, давно сидящее лицо у тебя. С первого дня еще война не началась, меня поймали в Тамише. Тамише, да? Ну как с вами обращались? Нормально? Очень хорошо. Которые с нами ребята сидели как братья, вот так вот обращались. У нас ничего не было абсолютно, у нас были рубашки, летнее время было же, летом это было. Одели нас, все это дали, когда нам холодно стало. Передачи их родители приносили нам, кормить давали. Мы там с голоду не умирали вообще. И без нас они не кушали вообще. Я благодарю, спасибо им говорю. За то, спасибо что тебе, что ты все да, за то, что так тепло нас встретили вообще. Могли бы там нас вообще, зачем скрывать, поиздеваться в камере, понимаете, но нас пальцами никто не трогал. Это я клянусь Богом, честно говорю. Вот, если я не говорю правду, вот, пожалуйста, пускай он скажет. Еще двое ребята там были. 3 нас было, но одного не знаем, куда его забрали. Вот так вот. Я благодарен очень, что так тепло там встретили нас. И никто нас пальцем не трогал, и ни дубинкой, ничем абсолютно. Вот, целый, невредимый вот так вот приехали. Для блага наших народов, абхазов и грузин, надо вот всю эту правду рассказывать людям, чтобы как-то эту бойню мы прекратили, понимаете? Სიმართლე გითხრათ, მე არასოდეს არ ყოფილა რასაც სიტუაციაში. როგორ არის თქვენი ჯანმრთელობა? ჯანმრთელობა, როგორ გითხრათ, როგორ იქნება ტყვეში ჩავარდნილი ადამიანის ჯანმრთელობა? რამდენი ხანი იყავით? 40 დღე პირველი ოქტომბრიდან რა. როგორ გეპყრებოდი? ეს როგორ მოეპყრებიან ახლა? ხონდა გინებაცემა. თავზე ხელს არ გვისმენდნენ რომ ეთქვი. სანამ თქვენ გაგესაუბრებოდით იქამდე აფხაზეთთან ქონდა მე საუბარი ტყვეებთან და საკმაოდ მადლიერების გზნობით მოიხსენიეს ჩვენი ეს ხალხი, ვინც მათთან იყო, მათ თავს ტრიალებდა და ვიცი, ეს სიტყვით უკმაყოფილებელი რა ტრიალები და იმით უკმაყოფილები არ ჩვენავართ, მაგ მოპყრობისგან ბატონი მინისტრი ანქვავი პატივსაცემი და თამბაქო მოხონდა ჩვენ. იყვნენ ხალხი, რომელიც ყველან ნაგავი ყველა ნაციაშია, ყველა ერშია. იყო ხალხი მოდიოდა პატივსაცემდან. თქვენი გვარი დასახელდა? ეშკაშელი ლევან. ლევან საიდან ახლა? თბილისელი. საიდან ახლა? თქვენი გვარი დასახელდა? თბილისელი. ხეპეშვილი ვანო ჟალვაზე. ანუ რამდენი ხანი იყავით ტყვეობაში? 42 დღე. როგორ გეპყრობოდნენ, როგორი პირობები ჰქონდა? თავიდან ძალიან ცუდია. თითქმის იქამდე ვიყავ მოსულები, რომ შეგეძლო თავდამოუკლა, მაგრამ მე უკვე მოვიდეს მინისტრი, გამოკეთა ყველაფერი მე. ეს მინისტრი შეიძლება რაღაც ცოტა ისე შეშმოყვა. ანქვაბი, ხო? კი, ანქვაბი. მაგრამ მოგვიდგა ძალიან კაცურად და ძალიან ისე როჭიან ადამიანურად მოგვიდგა. მაშ კაცურად. კი. მადლობა სხვადასხვაფერი ამის ხა. ჩვენ დღეს ალბათ გადავცემთ ამ დღევანდელ შეხვედრას. ალბათ ოჯახის წევრები მოუთმენლად გელი. მელიან ერთია. მელოდება ხატის ბავშვი და წინასწარ სამეთის პატარა ბიჭი. როგორც ხატის.